მოგესალმებით. სტუდია მონიტორის დღევანდელი გადაცემა საქართველოში ტუბერკულოზის პრობლემას ეხება. ტუბერკულოზის მდგრადი ფორმით დაავადებული ადამიანების რიცხვი თანდათან იზრდება. საქართველო მოხვდა მსოფლიოს იმ 27 ქვეყნის სიაში, სადაც რეზისტენტული ტუბერკულოზი ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ჩვენს ქვეყანაში ამ ფორმით დაავადებულთაგან მხოლოდ 9% ikურნება. ხელისუფლება გადამწყვეტი ზომების მიღებას აგვიანებს. ამასობაში საშიში დაავადება ძალას იკრებს. ადამიანები იღუპებიან. პაციენტთა ნაწილი სიცოცხლის გადასარჩენად ევროპაში მიდის. დაავადებით არ ვიცი, როდის დავავადდი, მაგრამ მივხვდი უკვე მეორე წელია. წელიწადით და რაღაც დამეწყო სიცხეები, ხველება, სისუსტე, მივედი ექიმთან და აღმოჩნდა, რომ მქონდა ტუბერკულოზი. რატომღაც ვერ გამოარკვიეს რა ფორმის ტუბერკულოზი მქონდა, ჩამტარდა არასწორი მკურნალობა, დამთავრდა უშედეგოდ. ეხლა ვარ რეზისტენტური ავადმყოფი. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან შეიძლებოდა შემხოდრო და არ მყავს მსგავსი ავადმყოფი ოჯახში, მეგობრებში, სამსახურში, არ ვიცი, ვინ იყო დაავადებული და ვინ დამავადმყოფა. წარმოდგენა არ მაქვს. მეტროში მუშაობ და მოვაყოლებ ამაქვს ამასაც რომ მაქვს დაავადება, მაგრამ არ მაქვს გადამდები ფორმა. მიუხედავად ამისა, კოლექტივთან შემექმნა პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემა. ჩემთან მუშაობს, მყავს ერთი თანამშრომელი ქალი, რომელიც პირდაპირ მაფურთხებდა და რომელიც ითხოვდა ჩემი სამსახურიდან გაშვებას. მხოლოდ იმის გამო, რომ ვარ ავად. მაგრამ არ არის დღეს კანონით, ღმერთის წყალობით, ჩემნაირ ავადმყოფებს არ აგდებენ სამსახურიდან. გამუდმებულ დეპრესიაში ვწყობ. შვილთან ვერ მივდივარ. ჩემი შვილი ჩემთან არ იზრდება. და ვზდი მოხუც ბებიასთან, იმას უარ უნდა, ბებიასთან ცხოვრება. ყველას უყვარს დედა, თავისი ახალგაზრდა დედა და ცხოვრება. ცხოვრობ ჩემს ნაქირავების არდაფში, დავდივარ სამსახურში და ვაგრძელებ ამბულატორიულ მკურნალობას. და ვუძლებ ტკივილებს, ჩემო კარგო. ჯოჯოღაც ვუძლებ. და ამავე მდგომარეობაში არიან ყველა აბსოლუტურად ჩემნაირი ავადმყოფი. ეს სამკურნალო დაწესებულებები აგებული საბჭოთა ხელისუფლების დროს ტუბერკულოზი საშიში და გადამდები დაავადება, რომელიც მეცნიერებამ ნახევარი საუკუნის წინ დაამარცხა და მიივიწყა კიდეც. თუმცა 90-იან წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის ნგრევა დაიწყო. სიღარიბის გაზრდის ფონზე ტუბერკულოზი კვლავ გამოჩნდა და უფრო საშიში ფორმითაც. ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია იწვევს. დაავადება ერთწვეთოვანი გზით, ანუ ლაპარაკით, დაცემინებით ან დახველებით ვრცელდება. ტუბერკულოზის რამდენიმე ფორმა არსებობს. პირველი არის რეგულარული ფორმა. ის იკურნება 4 ძლიერ მოქმედი პრეპარატით. ბოლო წლებში უფრო ვრცელდება ტუბერკულოზის მდგრადი და ზემდგრადი, ანუ რეზისტენტული ფორმები. ამ ფორმებს მდგრადი ჰქვია, რადგან პირველი რიგის 4 წამალი ბაქტერიას ვერ კლავს. მდგრადი და ზემდგრადი ტუბერკულოზის მკურნალობა ნაკლებად ეფექტური და ტოქსიკური პრეპარატებით ხდება. ტუბერკულოზიდან და მე ძალიან შორს ვიყავით გაგებითაც და ფიქრით საერთოდ, რავი, არ მიწევდა ამ დაავადებაზე, იმიტომ რომ საერთოდ არაფერს არ ურჩიოდი, მაგრამ იმუნიტეტი როგორც კი დამიქვეით და იმ წუთში, რავი, ხველება, სიცხე, უმადობა, მოთენთილობა და ესე დაიწყო. რაც მე აქ ვარ, მოკვდა 2 კაცი, მამა და შვილი. 25-26 წლის ბიჭი იყო. გუშინ დაიღუპა 4 საათზე. გვერდზე პალატაში რომ ადამიანი მოკვდება, იგივე დაავადებით, იგივე სიმპტომებით, კარგი რა. შიში არ აგიტანს.
ცალი ფეხი მეც იქით მაქვს. ძღოლად მუშაობს სამარშრუტო ტაქსი. ხო და რა ვიცი, შენიერ დღეს გავხდით ცუდად რა. წავედი სამოწყობოში და გადამიღეს სურათ და აღმომაჩნდა ტუბერკულოზი. და საიდან გადავიდოდა, როგორ გადავიდა, ხახთან მაქვს ხო კონტაქტი და ვიღაც ამოვიდა ალბათ ძიმე და ნახველებს გადამადო ალბათ ან ჩახველების არამედ. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს ტუბერკულოზის ინციდენტობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილი უკავია. ტუბერკულოზით საქართველოში გასულ წელს 4320 ადამიანი დაავადდა. ეს რიცხვი წლების მანძილზე უმნიშვნელოდ კლებულობს. თუმცა დაავადებულთა კონტინგენტი საქართველოში დღითი დღე უარესდება. ანუ ქვეყანაში იზრდება რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება. 2013 წელს მდგრადი ფორმით დაავადდა 386 ადამიანი. წინა წელთან შედარებით ეს 40-ით მეტია. ოფიციალური მონაცემებით მდგრადი ტუბერკულოზის შემთხვევებში მხოლოდ 50% იკურნება. ასეთი შედეგები პაციენტებში შიშს თესავს და სამკურნალო პროცესისადმი უნდობლობას აღვივებს. წამლების ბევრი დოზა, ანუ თითქმის 16 კაკალსო, სადაც 15 წუთის მერე ეს წამლები იწყებს მოქმედებას და თავბრუ სხვავები, პირღებინები შეგრძნება, ნერვები მეშლება, არაფრის გულისთვის და საერთოდ რაღაც და ზოგს როგორ გადააქეს, ზოგს როგორ რა. თავდაპირველად როცა ნინო ბაქტერია გამომყოფი იყო, ტუბერკულოზის ცენტრში მკურნალობდა. მას შემდეგ რაც ექიმებმა დაუდგინეს, რომ გადამდები აღარ იყო, ამბულატორიულ რეჟიმზე გადავიდა. ის ყოველდღიურად ცხადდება პუნქტში და ზედამხედველობის ქვეშ იღებს მედიკამენტებს. ადამიანური ენით არ გადმოიცემა ის ტანჯვა, რა ტანჯვაც იწყება მიღების შემდეგ. ეს არის ვიტყვით, ამამად ვიტყვი ქვეყნიური ჯოჯოხეთი. ადამიანი, რომელიც აღარ არსებობ, უბრალოდ სუნთქავ რჩები ფიტული და აბსოლუტურად ყველაფერი მტკივა, მარტო გრძნობ ტკივილს და არ ვაზროვნებ. არ მახსოვს ვინ ვარ, სად ვარ. მარტო ტკივილში ვარ, გესმით და ეს მდგომარეობა გრძელდება რამოდენიმე საათი. დღე და ღამე გამუდმებულ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, გესმით? მედიკოსები პაციენტებისკენ იშვერენ ხელს და მდგრადი ტუბერკულოზის გავრცელებას მათ მიერ მკურნალობის ხშირი შეწყვეტით ხსნიან. პაციენტები კი მკურნალობის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავენ. მკურნალობა მივატოვე, იმიტომ რომ იყო რა არის, ეხლაც ესე არის აუტანელი წამლები, რომლებსაც აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტები და ჩემი ორგანიზმი ამას ვერანაირად ვერ უძლებდა. წამლის დალევიდან იქვე მეწყება ღებინება. ღებინება მეწყება სანამ ოპერაციამდე სიარული შემეძლო მთელი დღეები ვიჯექი საპირფარეშოში, ახლა აგერ მიდევს ტაშტი თავთან და ვარ ესე. გაუსაძლისი დასალევი იყო, 18 აბელეთს ვსვავდი და გულისრევა და 4 საათი რა პოზაშიც დავწვებოდი, იმ პოზაში მეღვიძებოდა. გადაბრუნების საშუალება არ მქონდა, რომ აი ახალგაზრდა ბიჭი ლოგინში გადაბრუნდა, იმის ძალა არ მქონდა. და ვეღარ გაუძელი უკვე.
სუიციდით ხوار დავამთავრებდი სიცოცხლეს არა და მერჩი უნდა რომ არ დამელია. და უარი ვიქ. მაგრამ მე გამიუარეს და მე წყალი ჩამიდგა მარცხენა ბელში. ტრენირება გამიკეთეს ლიტრაში 700-მდე თუ ლიტრა ნახევრამდე წყალი ამომიღეს. მე ცოტა მომეშვა, მე 6 თვე შეუწყვეტილად სუი წამლა, ერთი წამალი არ გამისდენია. მაგრამ მაინც პლუსი ვიყავ. 2008 წელს მკურნალობა შეწყვიტა 20%-მა, 2010 წელს 27%-მა, 2011 წელს პროგრამაში ჩართული პაციენტებიდან კი უკვე 34%-მა. მათი უმრავლესობა გადამდები პაციენტია. თითოეული საშუალოდ 10-15 ადამიანს ასნებოვნებს და აქედან გამომდინარე საზოგადოებაში ინფექციის გადაცემის თვალსაზრისით საშიშროებას წარმოადგენს. განსაკუთრებით როცა ბაქტერია გამომყოფი პაციენტი წყვეტს, ეს არის საგანგაშო. აქ რა ხდება? დამყოლობის სამსახური ერთვება ამ იმაში. რომელიც აღარ ყავთ? არა, პრაქტიკულად ყავს რამოდენიმე, მაგრამ ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა, რატომ? იმიტომ რომ შეიძლება ცენტრს ყავდეს, მაგრამ ცენტრი არ არის ყველაფერი. ცენტრის გარდა არსებობს 8 რეგიონი და 64 პუნქტი, სადაც ტუბერკულოზიანი პაციენტები მედიკამენტებს იღებენ. არც ერთ მათგანში არ არსებობს დამყოლობის სამსახური. დამყოლობის სამსახურში მოიაზრება სოცმუშაკი ან ფსიქოლოგი, რომელიც პაციენტს ეხმარება პრობლემების მოგვარებაში. ემოციურ დახმარებას უწევს და ინფორმაციას აწვდის, რომ პაციენტმა აუცილებლად დაასრულოს მკურნალობა და საფრთხე არ შეუქმნას როგორც ოჯახის წევრებს, ისევე გარშემომყოფებს. საქართველოში ეს რგოლი პრაქტიკულად გაუქმებულია. ხელისუფლება ნაკლებად იცავს მოსახლეობის ჯანმრთელ ნაწილს დასნებოვნებისგან. ეს სტატისტიკაზეც აისახება. საქართველოს შედის მსოფლიოს იმ 27 ქვეყანას შორის, სადაც მდგრადი ტუბერკულოზის გავრცელება ყველაზე მაღალია. შეწყვეტილი მკურნალობის მქონე პაციენტების გარდა, გადამდები პაციენტები სხვა გზებითაც ხვდებიან მოსახლეობაში. ვაჯელა ვარ საერთოდ გაგდებული. ეზოში საპროტესტო აქცია გამომართე, პლაკატი დავაწერე, ჯანდაცვამ ჯვარსმაცვა და სიტყვის გამოხატვის გამოგდეს. ამჟამადაც არის ჩემი მეგობარი გაგდებული, უბრალოდ ეხლა არ უნდა იმას სახელი და გვარის დაფიქსირება. რამდენჯერაც გინდა. ზოგი 4 ჯერ არის გაგდებული, ზოგი 5 ჯერ არის გაგდებული. ქალბატონმა ნანაქირია პირადად. ურეკავდნენ და არ მაწვენდავთ. 3 საათი მიდიოდა მოლაპარაკება. რატო არ გაწვენ? აი არ ვაწვენ რა, რეჟიმის დამღები პაციენტია, უხეში პაციენტია და არ ვაწვენ. მე უფედა რა ვიცი, ვინ აღარ ჩავლე ქართული ოცნებიდან და ვინ აღარ ჩავლე. ზოგჯერ ბაქტერია გამომყოფებს გვაგდებენ ხოლმე სახლში რეჟიმის დარღვევის გამო. ასეთიც არის. აი მაგალითად ამის წინათ გავწერეთ 2 პაციენტი, რატომ? ერთი, აი მაგალითად პაციენტი რომ წავა და 3 დღე არ მოვა. თქვენ როგორ მოიქცეოდით? რეჟიმის დარღვევისთვის ეწერება, მაგრამ არის პაციენტები, რომელსაც ვიღებთ, იმიტომ ჩვენ არ ვიცით რას აკეთებს ეს პაციენტი. შეიძლება რაღაც ის იყოს. მეორე, იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა სცემეს მორიგე პერსონალს დალეწეს ყველაფერი, აი არ უნდა გაგვეკდო, მითხარით? მაგრამ ნახეთ, რომ აგდებთ და ვიღაცა ჯანმრთელი როსლებონდება. არა, ჩვენ არავის არ ვაგდებთ ისე, რომ რაღაცა გზა არ ვაჩვენოთ. ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ დროებით იქ წახვალთ, ნახავთ და ის. 4-დან 7 საათამდე გადამდებ პაციენტებს ტუბერკულოზის ცენტრიდანაც უშვებენ. ეხლა მე 4-დან 7-მდე შემიძლია წავიდე ჩემთან უბანში, გავიდე, გავისერინო, გამოვისერინო, მოვიდე. მე ვარ ამ წუთას გადამდები, ხო? მე რამდენი უნდა დავინფიცირო, აი აქედან გასვლით. ეს არის საზოგადოების პრობლემაც. ჯანმრთელი ადამიანების პრობლემაც არის ეს. მარტო ჩვენ რა, ჩვენც ისეთები ვიყავით, როგორც ახლა შენ ხარ, დადიოდი ჩვეულებრივად არც ფიქრობდი ამ დაავადებაზე. მდგრადი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხანგრძლივობა 24-დან 32 თვემდეა. ადამიანს, რომელიც ამ პერიოდში ვერ განიკურნება და წამლებზე აღარ რეაგირებს, უშედეგო პაციენტის სტატუსს ანიჭებენ და პროგრამიდან უშვებენ. ამის შემდეგ მათ აბასთუმნის პალიატიურ განყოფილებაში გადაყვანას თავაზობენ. თუმცა უმეტესობა სახლში ბრუნდება. ჩვენ ყველას ვაგზავნით აბასთუმანში უშვებთ, მაგრამ მას აქვს უფლება, რომ არ წავიდეს. და აბასთუმანში ბოდიში შეგაწყვეტინოთ. ერთი წუთით. მას აქვს უფლება, ეს კანონი არ ავალდებულებს მას, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს და იყოს იზოლირებული, რომ არ გააგრძელოს. ეხლა მეორე შედეგი. და ეს არის საშიში გავრცელებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ბაქტერია გამომყოფი.
პალიატიური მედიცინა მიზნად ისახავს განუკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას, სიცოცხლის ბოლო პერიოდში და ტანჯვის მინიმუმამდე შემცირებას გარდაცვალების მომენტში. ჩვენ აბას თუმანის პალიატიურში 4 პაციენტი დაგვხვდა. ორი წელია რეგულარულად აქ ვარ. სპეციალისტები იმას ამბობენ, რომ შედეგი არ აქვს. და რანაირად უნდა ვიყო მაყოფილი. არ არის ეფექტური ეს სწავლები, ჩემი აზრით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს სწავლები არ არის ეფექტური. ძალიან ძნელად მისაღები პრეპარატებია, გაუსაძლისად მძიმე მისაღებია. ძალიან ცუდი სიმპტომები, გულისრევა, მადის დაკარგვა და რა ვიცი. თერსანტოპო ეძახის მედიკებს ახიან ყველას. აი ვის ახლა აქ 4 ვართ ეგეთი. იცი ამ დღეს ხვალე გავაგავრებენ რა, აღარ იქემი და მიგაწერენ ხევს. ნუ შეა მოკვდა აღარა. ტუბერკულოზით დაავადებულები უკვე წლებია საქართველოში ახალი წამლების შემოტანას ითხოვენ. ეს ის წამლებია, რომლითაც ევროპაში წასულ ქართველ პაციენტებს მკურნალობენ. პროტესტის ნიშნად ტუბერკულოზის ცენტრში გაფიცვასაც ხშირად მიმართავენ. ჩვენს გვინდა სიცოცხლე. იყო ერთ-ერთი ბოლო გაფიცვის მთავარი მოთხოვნა. ამ მოთხოვნაზე ხელმძღვანელობას წლების განმავლობაში სტანდარტული პასუხი ჰქონდა. საფრანგეთში რაც ხდებოდა, ძირითადად და უმეტესობა ეხლა რაც არის, ეს არის კლინიკური კვლევის ობიექტი. ეს არ იყო ყველა შემთხვევაში, ეს არ იყო რეკომენდირებული სქემები ამა თუ იმ ქვეყანაში დასანერგად. იგივე სამტკიცებდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში. სავარაუდოდ საუბარია იმავე ექსპერიმენტალურ წამლებზე, ეს გახლავთ დელამანიდი და TMC-207, რომლის დანერგვა ასევე არის შემოთავაზებული საქართველოში, მაგრამ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, სანამ ბოლომდე არ მოხდება მედიკამენტების რეგისტრაცია, როგორც ამერიკის, ასევე ევროპის წამლების სააგენტოების მიერ, ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ ვერ მივიღებთ. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ 2013 წლის 3 თებერვალს გააკეთა. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდიდან კარგად ჩანს, რომ ამერიკის წამლის სააგენტოს ამ დროისთვის წამალი ერთი თვის დარეგისტრირებული ჰქონდა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინი, სადაც მითითებული იყო, რომ ზემდგრადი და უშედეგო ავადმყოფებისთვის სხვა წამლებთან ერთად რეკომენდირებულია კლინიკური კვლევის ფაზაში მყოფი წამლები. კონკრეტულად კი ბედაქილინი, ანუ TMC 207. ეს ის მედიკამენტია, რომელსაც პაციენტები გაფიცვის დროს ითხოვდნენ. ახალი წამლების დაგვიანების რეალური მიზეზი კი მაინც სხვა არის. თქვენგან თუ იყო შეთავაზება ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რომ არის ახალი პრეპარატები, რომლებიც რაღაცა შედეგიანია და მოდით იქნებ ჩვენ თვითონ მესმის რომ ძვირია, მაგრამ იყო თუ არა ამაზე საუბარი? არა, საუბარი ამაზე არ ყოფილა და მე გეტყვით რატომაც. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საფრანგეთში ეს პაციენტების მიგრაცია ხდებოდა, რა თქმა უნდა, და ესენი მკურნალობდნენ და ეს ჩვენ ყველაფერი ვიცოდით მხოლოდ პაციენტების გადმოცემით, რომელსაც ჰქონდათ კომუნიკაცია სხვა პაციენტებთან და თავის ექიმებთან. ჩვენ რამოდენიმეჯერ მივწერეთ სხვათა შორის საფრანგეთის მხარეს. მისწერა ბატონმა მეც გაუგზავნე წერილი, ბატონმა მამუკამაც გაუგზავნა წერილი საფრანგეთის ტუბერკულოზის პროგრამის მენეჯერს, მაგრამ ჩვენ არასოდეს პასუხი არ მიგვიღია. ტუბერკულოზის ცენტრმა 21 საუკუნეში ვერც ინფორმაცია მოიპოვა დროულად და ვერც კომუნიკაცია დაამყარა ევროპელ კოლეგებთან. მაგრამ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ. ხელისუფლება ფრთხილობს. მარტო ბოლო 3 წელიწადში 86 პაციენტმა დაასრულა ტუბერკულოზის მკურნალობა უშედეგოდ. 161 ადამიანი კი მკურნალობის პროცესშივე გარდაიცვალა. რამდენი გარდაიცვალა უკვე პროგრამიდან წასვლის შემდეგ, ამის შესახებ ცენტრი ინფორმაციას არ ფლობს. წამლების დროულად შემოტანის შემთხვევაში შესაძლოა პაციენტების თუნდაც ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ზურა მუზაშვილი ერთ-ერთია, ვინც ტუბერკულოზის ცენტრში თვეების განმავლობაში ამაოდ მკურნალობდა. ის რამდენიმე კვირის წინ ტუბერკულოზით 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ასვენებისათვის მონისათვის აზურავისა რათა შეენდრეს მას ყოველი შეწოდებანი მისნი ნერსიჩნი და უნებლიეთნი რათა უფალმა ერთმა ჩვენ ერთი კვირის შემდეგ ტუბერკულოზით გარდაიცვალა მისი დაც. მართალი განისვენებენ ახალი მედიკამენტები კი შემოდგომისთვის მოაღწევს ტუბერკულოზის ცენტრამდე. MSF-მა და Global Fund-მა ეს წამლები ქართველი პაციენტებისთვის შეისყიდეს. მიმდინარე წლის ბოლომდე ზემდგრადი ტუბერკულოზის ფორმის შემთხვევები და ასევე უშედეგო მკურნალობის დროს განსაკუთრებით მძიმე ფორმების ინდივიდუალური შეფასება და ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობა უკვე იქნება უზრუნველყოფილი. ანუ ახალი წამლები ყველა პაციენტზე, ვინც მას მოუთმენლად ელოდება, ვერ გაიცემა. პროგრამა ეხება მხოლოდ უშედეგოებს და ტუბერკულოზის ზემდგრადი ფორმით დაავადებულ პაციენტებს. მაგალითად 2011 წელს პროგრამაში ირიცხებოდა 427 მდგრადი ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი. მკურნალობა 188 პაციენტს არ შეეხება. MDR-ებს რატომ არ უმკურნალობთ? MDR-ებთან MDR-ებში დამერწმუნეთ, რომ ფტორხინოლონზე და საინექციოზე როცა აქვს შენარჩუნებული მგრძნობელობა, ეს ორი პრეპარატი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ის ახალი მედიკამენტები. პაციენტები აცხადებენ, რომ კვებაც არასაკმარისია. კვებას რაც შეეხება, რა უნდა გითხრათ. დილანდელი საჭმელი არ ამიღია, იმიტომ რომ არ მომიწევს. ვერმიშელის ფაფა, გერკულეს ფაფა. უმეტესობა არ იღებს, ეხლა დაიარეთ პალატაში, ზოგს ფორთოხალი აქვს ნაყიდი, ზოგს ხილის გერკულესი აქვს ნაყიდი, ზოგს ქათამი და რავი, ატლეტი და იწვავენ და ჭამინას. გაყინული ხორცი მოვაქვთ, რეზინასავით არის, ვერ დაგეჭავ. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათი ორსაც გვიკეტავენ 12 საათზე და შენი ნაყიდი საჭმლის ჭამის უფლებაც არ აქვს. გუფთა იმ დღეს ყველა მაიღო რო ეჭამა და ყველა ურნიდან გუფთაც ვიოდა. იმიტომ რომ არ ვარგოდა. ხორცი არის ისეთი რომ ვერ დაღეჭავ, მე ვერ ვღეჭავ. აი კაი მყარი რეზინა. საერთოდ ამ წამლებს როცა ძალევ, უნდა მიიღო ძალიან კარგი საკვები, რომ საკვებმა დაძლიოს. ხილი უნდა გვეძლევოდეს, რძის პროდუქტი უნდა გვეძლევოდეს. არაფერი არ, სულ არის პრინციპში ერთი და იგივე. საჭმელი შეიძლება მშიერი არ მოგწევს, მაგრამ როგორც ასეთი ამ წამლებს ეს საჭმელი ვერ ერევა. ამ ნაწილში რა თქმა უნდა მათ ვეთანხმები, ოღონდ ეს არ არის ხარისხზე ლაპარაკი, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ცუდი ხარისხის არის და არ ვარგა, მაგრამ არ ამგონია, რომ მაგალითად წვენი ყოველდღიურად 1 ლიტრა აწყვენდეთ. ყველა ქართველი პაციენტი ფრანგულ მკურნალობაზე ოცნებობს. მინდა და მინდოდა და რა ვიცი სულ მენდომება სანამ არ იქნება ეს ფრანგული პრეპარატები მკურნალობა. მოგეხსენებათ არ არის ახლა საქართველოში ესეთი ხელფასები და ესეთი იმდენი საშუალება არ აგვაქვს ყველას რომ ავდგეთ და წავიდეთ საფრანგეთში. ჩვენ ძირითადად ვითხოვდით საფრანგეთში არსებული პროგრამის ჩამოტანას, რადგან ეს წამლები როგორც ექიმები ამობენ ამოწურეს თავისთავად და ჩვენ დაავადებას ვეღარ ებრძოლება. არ არის მულტირეზისტენტული ფორმა MDR-XD არის, რომელიც უკვე ვეღარ ამარცხებს. 2 წლიანი პროგრამა დავამთავრე, არის ხალხი რომელმაც იმკურნალეს 2 წელი, მეგობარი მყავს, ერთი ახლა საფრანგეთშია წასული. ზოგს უშედეგოდ უმთავრდება. გამეცით მესიზმრება რომ მივდივარ და იქ უმკურნალობს. მაგრამ ვიყუწებდა ტენდება დღე, როცა ისე უნდა მოვიდე და მივიღო ის წამლები, რომელმაც უნდა დამშალოს. ვიშლები სულით ხორცამდე გესმით. სულ ყველას ვიცნობ ვინც არიან უცხოეთში. აქ ჩემთან იწმენ და ყველას ვიცნობ და იქ აქვს შესანიშნავი შედეგი. რამოდენიმე ადამიანი შემიძლია გითხრათ, ისინი რო აქ ყოფილიყვნენ, კარგახნის მტრები იქნებოდნენ. აბა მითხარ. გარდაცვლილებით. მუხრანი ჭიყლაძე მაგალითად უკიდურესი მდგომარეობა ჰქონდა, უშედეგო ჰქონდა მაგას, სულის დადიოდა, სულის უნდქავდა. ეხლა მშვენიერად გუგული ხალბატონი გუგული, გენადი როგავა, ფიფია უკიდურეს მდგომარეობაში იყო, კირია დიახ. ძალიან ბევრია რა.
საფრანგეთმა მაჩუქა ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლე. რის წართმევასაც მიპირებდნენ სამწუხაროდ საქართველოში რომ არ ჩამოსულიყავ. ვინც პალიატიური განყოფილებიდან ევროპაში წამოვიდა, ყველა გადარჩა. დღეს ყველა არის სოციალი ეს 100%-იანი შემიძლია რო ვთქვა. მე ცუდად ვარ 96 წლიდან, ანუ უბრალოდ გავიგე 96 წელში რომ ვიყავი უკვე ავად. მივმართე ექიმებს, დავიწყეთ მკურნალობა. როგორც ვიცი, ჩატარდა მკურნალობა შედეგიანად, მაგრამ მოკლე დროში ისევ შეიცვალა ყველაფერი და ასე გრძელდებოდა მთელი ეს 18 წლის განმავლობაში. რეზისტენტული ავადმყოფი ვიყავი, რომ მათი თქმით არანაირი წამალი არ მოქმედებდა ჩემზე და ანუ ესე იგი უძულრები იყვნენ მკურნალობაში რა თვითონ და ამიტომაც იძულებულები გახდნენ როგორც ამიხსნეს რომ მკურნალობა შეეჩერებინათ. და ესე მითხრეს, უნდა იცხოვრო აქ პალიატურულში და უნდა დაელოდო, როდის დამთავრდება შენი ცხოვრება. ჩვენ არაფრის შეცვლა აღარ შეგვიძლიაო. უბრალოდ სახელმწიფოს თხოვთ რომ ცოტა უფრო მეტი გააკეთონ იმისთვის რომ ეს ინფექცია მოისპოს ხალხო. თუ აღარ შველის ჩვენ ქვეყანაში ამას რაღაცა გაგვიყვანონ მაშინ საზღვარგარეთ და გიმკურნალონ. მაშინ როდესაც შენ შეკითხვებს უსმევ ექიმებს რომ ძალიან გთხოვთ ამიხსენით როგორ ჯობია ჩემთვის თუ გავიგე რომ თურმე არსებობს სხვა საშუალებები სხვაგან ევროპის სხვა ქვეყნებში სადაც შეიძლება თურმე რომ უშველონ ესეთ მომენტშიც ადამიანს ხო დამარიგეთ, გთხოვთ როგორ მოვიქცეთ. იცით რა ჩვენს ქვეყანაშიც იგივე ზუსტად იგივე მკურნალობა გვაქვს, ზუსტად იგივენაირი მიხედვა არის როგორც სხვაგან და არ გირჩევთ წასვლას არსად. ანუ ამით გიკლავენ ყველა იმედს. აქ რო ჩამოვედი, ზუსტად 8 თვეში უკვე ფრანგულის გაკვეთილზე ვიჯექი. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხმა შეძლო. გააკეთა ყველაფერი, რომ მე უკვე ვიყავი ფრანგულის გაკვეთილზე. მე იძულებული ვარ დღეს რომ ვიყო აქ. უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს ჩემს ქვეყანაში. წელიწად ნახევარი იყო გასული, რაც მკურნალობდი და შემოწმებაზე ყოველ თვეში ანალიზებს ვაბარებდით და ერთ-ერთი ანალიზის პასუხები ასე მამცნო ექიმა, რომ პირდაპირ მითხრა. აი ისევ პლუსი ამოგივარ და წელიწად ნახევარია მკურნალობდა ტყუილასვამ ამ წამლებსო და ო გასაგებია კი ბატონო მაგრამ რა ვქნა მეთქი რა ვიცი რა გირჩიო იქნებ ოპერაციაზე დავითახმო ქირურგები და ოპერაცია გამიკეთონ მეთქი და იქნებ რამე შანსი ხონდეს მეთქი ამ ეტაპმა უკვე დიდი ხანია ჩაიარაო ხო ოპერაციამ ჩაიარა. იქნებ საზოგადოებრივ წავიდე მეთქი. გამიგია რომ მიდიან მეთქი ჩვენი ავადმყოფები და იქნებ საზოგადოებრივ მიშველონ მეთქი რამე. რა გითხრა ძმაო სასწაულებს საზოგადოებრივაც არ ახდენენ. მეორე დილით წავედი აბასთუმანში, არ მithქია არ საბუთები წამიღი, არც არაფერი უკვე ვიდიოდი, ვიცოდი რომ პალიატიური განყოფილება უნდა გაეხსნათ და ოჯახში რომ ვინმე არ დამევა და ან საახლობლოში მომჯობინე რომ წავსულიყავით და ჩემთვის ყოფილიყავი იქ სანამ ვიქნებოდი. იქ ვიყავით და ველოდით სიკვდილს. ათი წელი გავატარე საავადმყოფოში და 18 ადამიანი არის ჩემს პალატაში გარდაცვლილი. 18 ადამიანი ნინო და ყველა ახალგაზრდები. უყურებ როგორ კვდება ადამიანი და ვერაფრით ვერ შველი ხარ და ეს უსუსურობის შეგრძნება იმ მომენტში არის ყველაზე მეტი საშინელი. 2012 წლის დეკემბერში მოვაგროვე ფული ნათესავები დამეხმარენ, მეგობრები დამეხმარენ და წამოვედი პოლონეთის გავლით. პოლონეთში ჩავბარდი, პოლონეთიდან მე წამოვედი ტაქსით საფრანგეთში. და ეს დრენაჟით წამოვედი ამ ერთი კვირა ვიყავი გზაში. თბილისიდან პარიზამდე საფრანგეთამდე ჩამოსვლას დამჭირდა ერთი კვირა. წამლებისმა რო დავიწყე ნინო აქ ხო ერთ კვირაში უკვე უკეთესობა ვიგრძენი. ერთ კვირაში უკვე აი ძალა მომემატა, უკვე ნელ-ნელა სიარულს მოუმატე და სუნთქაც გამიიოლდა და უკვე ვიგრძენი რომ აი მოქმედებს წამლები რა. და ოპერაცია რო გამიკეთა, უკვე იქ ყოველ დღე უკვე უკეთესობა და უკეთესობა
მას ყოველდღე გრძნობდა. მსგავს ისტორიებს საფრანგეთში ქართველი პაციენტებისგან ბევრს მოისმენთ. ჩვენ მათთან შესახვედრად ბლინის ჰოსპიტალში გავემგზავრეთ. აღმოჩნდა, რომ იქ 15-მდე ქართველი ტუბერკულოზს მკურნალობს. მათ გვიანბეც რატომ დასჭირდათ საფრანგეთში ჩამოსვლა და რით განსხვავდება ფრანგული მკურნალობა ქართულისგან. მე მითხრეს, რომ თუ გინდა ოგნებავთო, აბასთუმანში გადაგიყვანთ პარიატიულზე. პარიატიული რა არის ახლა? ფაქტიურად არის კაპიტულაცია რა, შეგუება იმ აზრთან, რომ უნდა მოკვდე რა. პარიატიულზე გადასვლა ნიშნავს, რომ წახვიდე, დაჯდე აბასთუმანში და ელოდო, როდის მოგიკაკუნებს სიკვდილი კარზე და ახლა სიცოცხლე ერთი გვაქვს და ყველას გვინდა რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ და ამიტომ მე ჩავთვალე რომ ბოლომდე არ იყო შანსი გამოყენებული. და სახლი გავყიდე. ფაქტიურად მე ახლა აქედან საქართველოში რო ჩავალ, სად უნდა ვიცხოვრო წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მთავარი ის არის რომ გადავრჩი რა. და არ შემცარ ვარ რომ ის სახლი გავყიდე და წამოვედი, იმიტომ რომ არნა როგორ ვინანებ გადავრჩი, ფაქტიურად მეორე დავიბადე. პალიატიური იმას ნიშნავს, რომ დამთავრდა რა. ერთ-ერთ ექიმმა ირჩია თუ საშუალება გაქვს წადიო საფრანგეთში და იკურნალე აქ მოკვდებიო. ავდე კიდევ მეც წამოვედი. ფაქტი ის არის რომ კიდევ რასაც გვეკვდარი მოვედი აქ. არაფერი არ მოწუხებს. რა თქმა ლოგინში ვიწეკი. აქ რო ჩამოვედი. ამან დამაყენეს ფეხს. მითხრეს რომ ვიყავი XDR. და ამის მერე კურნალობდი 2 წლის განმავლობაში უშედეგოდ. 2 წელიწადი რო გავიდა, არ მქონდა შედეგი და უკვე ვიყავი პალიატრიულის კანდიდატი. მე სხვათაშორის ვიკითხე თუ არსებობს მეთქი სადმე ისეთი ქვეყანა რომ წავიდე თქო სამკურნალო თქო და არა ჩვენ სოფლიო სტანდარტების მკურნალობა გვაქვს ჩვენ საქართველოში ყველა ქვეყანა აბსოლუტურად მთელი სოფლიო ამ წამლებით ამ პრეპარატებით მკურნალობს. გადავწყვიტე რომ წამოსულიყავი საფრანგეთში სამკურნალოდ. ანუ საქართველოში არანაირი შანსი არ მქონდა. ღმერთის წყალობით ჩამოვედი საფრანგეთში, დავიწყე მკურნალობა და ეს უკვე აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ. 4 წელი მიმგურნალე რა. და ბოლო სტატუსი 2 წელი პალიატიურში ვიწეკ. ერთ-ერთი განყოფილება არის აბასთუმანში. მე პირადად ეს მითხრეს რომ არ გიშველის არც საფრანგეთია რა, ვაფშე არაფერია. წამლები ჩვეულებრივია და ავადმყოფობა ისეთი გაქვს რომ ბოლო სტადია გაქვს რა. ჩემო ოჯახმა ცოტა ყველამ რომ აი ელოდებოდნენ როდის მოგდებოდი რა რო იტყვია. აი 16 კაცი ვიყავით ჩემ პერიოდში. ღმერთმა ნათელი შემყოფოს 2 ვარ ცოცხალი. ვისიც ვინც ჩამოვასწარეთ აქ. საფრანგეთში წასული პაციენტები თვლიან, რომ მხოლოდ ახალი მედიკამენტების შემოტანა პრობლემას ვერ გადაჭრის. ლაბორატორიული გამოკვლევები, დიაგნოსტიკა, გვერდითი მოვლენების მართვა, ქირურგია, დამყოლობის სამსახური და სოციალური მხარდაჭერა. ყველა ის რგოლია, რომლითაც ხდება პაციენტის საბოლოო გამოჯანმრთელება. საფრანგეთში რა ხდება? ახდენენ ყველა წამლის უკუჩვენებელ ფორმებზე დაკვირვებას. დოზაჟი ქვია ამათ ენაზე ამას, ესეთი ტერმინით. დღეს შენ გაქვს დოზაჟი ციკლოქსერინზე, დღეს შენ გაქვს დოზაჟი ზივოქსიდზე. ესეთი პასუხები ანუ და შემოდიან და აკეთებენ ორჯერ სისხლის ანალიზის აღებას, რომ დააკვირდნენ როგორი მოქმედება აქვს წამალს. საქართველოში ყველას უნიშნავენ თითქმის ერთი და იგივე პრეპარატებს. არის XDR, MDR. MDR-ებს უნიშნავენ ყველას ერთი და იგივე პრეპარატებს, XDR-ებს ყველას ერთი და იგივე პრეპარატებს. აქ არის ინდივიდუალურად ყველას, ახლა Google-ი აბაშიძე დაუშვა სულ სხვა პრეპარატებს სვამს, მე სულ სხვა პრეპარატებს სვამ. და ასე არის ყველა ინდივიდუალურად. წამლების კოქტეილი, რომელიც პაციენტებს საფრანგეთში ენიშნებათ, გაცილებით მცირეა და გვერდითი მოვლენებიც ადვილად ასატანია. ხო გეუნები 3 პრეპარატით ვკურნალობ ფაქტიურად და ამ ხელა შედეგი მაქვს, როდესაც საქართველოში ერთი მუჭა წამალი იყო რა და კვება საშინელი დილით არაფერს არ გაჭმევდნენ ფაქტიურად და ამ შიერკუჭზე უნდა შესულიყავი და ეს ერთი მუჭა წამლები ექიმების თვალწინ უნდა დაგელია. ვეღარ ახერხებ, აი ხო გესმით,
განააღარსვა, ნუ ვეღარსვა რა ადამიანი ხარ ეხლა ფსიქიკა გაქვს და არ ჩადის ეს წამალი რა დალევ და ტუალეტში ჩერბი ხარ და ეხლა მასე დალევაც რა აზრი აქვს რომ დალივე შეხვიდე და აღებინო ისე 20 აბი წამალი დაგიდი აგერ დალიე ეს წამალი არ მაინტერესებს შენ შეგიძლია არ შეგიძლია მოკვდები არ მოკვდე ეს წამალი უნდა დალიო და 2 ლიტრა წყალი დააყოლო ამ წამალს ხო და კი ბატონო დავლევ მე ამ წამალს მაგრამ რო ვეფსვამ რა ვქნა რაღაცი დამეხმაროთ იქნება ამის დახმარება კიდე არავის არ სურს ალბათ საერთოდ არანაირი გვერდითი მოვლენები არ მქონია აქ სვავდის სამ დასახელების წამალს გვერდით მოვლენებს აქ ისე მართავენ რომ ადამიანმა შეძლოს მკურნალობის მიღება ჩატარება წამლების მიღება ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირად ხელს გვიწყობენ აი მართლა გეუბნები რა ყველანაირად ხელს გვიწყობენ რომ ჩვენ შევძლოთ წამლების მიღება ქართველი პაციენტები ამბობენ რომ ქირურგიული ჩარევაც მათი წარმატებით განკურნების გარანტია აღმოჩნდა საქართველოში მათთვის ქირურგები მსგავსი ოპერაციების კეთებას ვერ რისკავდნენ იმიტომ არ გამიკეთეს ნინო ოპერაცია რომ შეიძლებაო დარჩეო საოპერაციო მაგიდაზეო ანუ ესე იგი ვერ გადარჩეო რა აქ რო ჩამოვედი არაფერი პრობლემა არ ქონდათ ამასთან დაკავშირებით მეთქოს რომ საოპერაციო ხარო მაგრამ ამ ეტაპზე ოპერაციას ვერ გავაკეთებთ აქ რო ჩამოვედი აქ ერთ თვეში ოპერაცია გამიკეთეს საფრანგეთში წასული პაციენტები ამბობენ რომ ზოგჯერ ლაბორატორიული ანალიზიც ცდება სხვათა შორის საქართველოში აბსოლუტურად ყველა წამალზე მითხრეს რომ ვიყავი რეზისტენტული ბოლოს რო შემიწყვეტეს მკურნალობა მაგრამ საფრანგეთში რო ანალიზები გააკეთეს და გამოიკვლეს მგრძნობელობა აღმოჩნდა რომ პირველი რიგის წამლებზე ეტამბუტოლზე და პირაზინამიდზე მე მქონდა მგრძნობელობა ამას პირის მგრძნობელობა მქონდა პასზეც მგრძნობელობა მქონდა ციკლოქსერინზე ლიკას ორ მცირეწლოვან შვილს საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს უფროს აი ნანას აღმოაჩნდა მუცლის ღრუს ტუბერკულოზი დიაგნოზი იყო მუცლის ღრუს ტუბერკულოზი პატარას ფილტვის ტუბერკულოზი მაგრამ ძალიან რთულ ფორმებში ლიკა ოჯახიანად საფრანგეთში გამოემგზავრა და ჰოსპიტალს მიაკითხა ფრანგმა ექიმებმა ბავშვები ზედმიწევნით გამოიკლიეს და არც ერთ მათგანს სხეულში ტუბერკულოზის ჭხირის არსებობა არ დაუდასტურდა. ლიკამ ჩვენ გადმოგცა შვილების სამედიცინო დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ორივე ბავშვს გულმკერდში და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი დაუდგინდა. თუმცა ფრანგი ექიმების დასკვნით მათ ორგანიზმში ტუბერკულოზის არსებობის კვალი არ აღმოჩნდა. ყოველი თვის ბოლოს, როდესაც უკვე ანალიზების ჯერი დგებოდა, ვეკითხებოდი ექიმს, რომ შეიძლება რაღაცა შეიცვალა და იქნებ რომელიმე წამალი მოუხსნათ ბავშვებს. არა, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია. ჩვენ ისეთი შედეგი არ აგვაქვს, რომ რომელიმე წამალი მოუხსნათ. თან ეს ერთი წამალი ციკლოსერინი, რომელიც აი ძალიან ცუდად მოქმედებდა ბავშვებზე, ძალიან ცუდად, მით უმეტეს პატარაზე. პატარას დაიწყო галлუცინაციები. თითქმის ვერ დადიოდა. აი ბავშვი რომელიც სიცოცხლეს იყო მოწყვეტილი, მაგას არაფერი არ უხარო და არაფერის ინტერესი არ ქონდა. ხო არ არის სუბიექტური ფაქტორი, ექიმების კვალიფიკაცია, ექცნების კვალიფიკაცია? ეს არის წარმოუდგენელი, რატომ? ეხლა სენსიტიური ტუბერკულოზი, რასაც ქვია, ესე იგი აქ არის ჩვენ გვაქვს გაიდლაინი ტუბერკულოზის მართვის და ყოველთვის ქონდა ეს რაც არის პროგრამა ხორციელდება და აბსოლუტურად არავის არ აქვს უფლება რომ გაიდლაინის მიხედვით არ უმკურნალოს პაციენტს და არის მკურნალობის პროტოკოლები თითოეულ შემთხვევას როგორ უნდა უმკურნალო. ესე იგი ამისი კონტროლი ხდება ძალიან ესე მკაცრად. ქართულ მკურნალობას და ქართველ ექიმებს პაციენტები დღესაც გაურბიან. ფრანგული მედია კი უკვე ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ საქართველოდან წასული პაციენტების ნაკადი საფრანგეთის ჯანდაცვას ტვირთა დაწვება.
საფრანგეთის ტელევიზიაში გასული მწვავე სიუჟეტების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემაც აღიარა და კომუნიკაციის დამყარებაც შეძლო. შესწავლილი იქნა და გაგზავნილი იქნა ფრანგ კოლეგებთან ჩვენი არსებული დანიშნულებები და მკურნალობის სქემები, ანუ რითიც ხელმძღვანელობთ ახლა. უკვე გვაქვს მათთან კომუნიკაცია, ძირითადად მიმოწერით და ტელეფონით და აი ამ ინფორმაციის საფუძველზე სექტემბერში უკვე გვექნება შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, შეხვედრები აქ უკვე ადგილზე, სადაც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე ვთქვათ, ფართო ფრონტის სისტემურ ცვლილებებს შევძლებთ ამ მიმართულებაზე. ვარ მდიარი ფორმის ავადმყოფი. გვპირდებოდნენ აქ მკურნალობას, მაგრამ არ არის ჯერ ერთი ეს პროგრამა ჩამოტალი და მეორე ჩემი ფორმისთვის არ არის ჩემი სტადიისთვის. არის მარტო XDR-ებზე და PDR-ებზე და ვიდრე ადამიანი არ გაუარესტები და XDR-ი არ გახდები და მთლად უშედეგო არ გახდები, შეუძლებელია მკურნალობა რაკურსიდაც მკურნალობდი იმის ფონზე შეუძლებელი გახდა მუშაობა, არ დავკარგე სამსახური. არ მაქვს არანაირი სოციალური დახმარება და გადაწყვიტე წავიდე სამკურნალოდ საფრანგეთში. გავურბი ვარ სიკვდილს. არ მინდა სიკვდილი მყავს 13 წლის შვილი ვარ 34 წლის და იძულებული ვარ ჩემს სამშობლოში მოვკვდები. ნინო გიგაურს გაუმართლა და შენგენის ვიზა მიიღო. ის მეორე დღესვე საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. ჩვენ მას ტელეფონით დაუკავშირდით, რომ მისი ბედი გაგვერკვია. ჩამოვედი ნინოს საავადმყოფოში მივედი პირდაპირ. მიმყნენ ქართველები, ჩემი მეგობრები. რა თქმა უნდა, ეგრევე მიმიღეს. დაიწყო ჩემი გამოკვლევა და მეორე დღეს გამოირკვა, რომ არასდროს არ მქონია არანაირი ტუბერკულოზი, არც სენსიტიური, არც MDR-ის ფორმის და გამომიშვეს უკან. ჯერ შემოვიდა ფრანგეთში და გაბრაზებული, ვატყობდი რომ ეჩხუბებოდა. და ვერ გავიგე და მე თარჯიმიდან გამოვარკვე, რომ არანაირი პროცესი არ მქონდა, არც არასდროს მქონია და ჩამთვალეს, რომ ვიყავი აფერისტი და ვიტყუებოდი. ორი დღე ვიყავი შოკში. იმ წუთას არაფერი შეგრძნება არ მქონდა, შოკირებული ვიყავი და მეორე დღეს და მესამე დღეს გავაანალიზე რომ გადავრჩი და ამ სიხარულთან ერთად ღვთისასწაულთან ერთად რაც დამემართა ნინო მაქვს საშინელი სიმწარის და უსამართლობის და ბრაზის გრძნობა რომ რატომ დავიტანჯე ჩემს სამშობლოში რატომ ვიტანჯებოდი ამდენი ხნის განმავლობაში ის არ გამიგონდა მინდა სიმართლიანდეს მე გადავრჩი